ამერიკის შეერთებული შტატების გენერლები დონალდ ტრამპს თხოვენ, რომ შეაჩეროს ომი ირანის წინააღმდეგ. ხოლო ამ დროს ირანმა საჯაროდ წარადგინა მოთხოვნების სია ტრამპის მიმართ. მხოლოდ იმისთვის, რომ არმუზის სრუტე გაიხსნას. ირანმა დააყენა 6 მკაცრი პირობა ჰორმუზის სრუტის გამბლოკვისთვის. ფაქტობრივად ეს იყო ულტიმატუმი, რის შემდეგაც ომის გაგრძელების ლოგიკა ამერიკულ მხარესთვის მთლიანად დაინგა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ომის ყველა თვის შემდეგაც კი ირანმა შეინარჩუნა საკმარისი ურანი 10 ბირთვული ქობინის შესაქმნელად, თუმცა შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის თქმით, მთელი გამდიდრებული ურანი ჯერ კიდევ 2025 წლის ივნისში განადგურდა. ამ ფონზე აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი დენ კეინი პირად საუბრებში არწმუნებს დონალდ ტრამპის მრჩევლებს, რომ ირანთან ომი უნდა დასრულდეს, რადგან სამხედრო ესკალაციის გაგრძელებამ შეიძლება საპირისპირო ეფექტი გამოიწვიოს. მხოლოდ ავიადათქმებით პრეზიდენტის მიზნების მიღწევა შეუძლებელია. საბოლოოდ კი აშშ-ში ამ ტემპით ვეღარ შეძლებს გამარჯვებას. ხოლო ირანი ამას რომ ხდება, მხოლოდ გააძლიერებს თავის ულტიმატუმებს აშშ-ის მიმართ, როგორც ამას უკვე დღეს საკმაოდ თამამად აკეთებს. ამ გამოშვებაში განვიხილავთ თავად თეირანის ულტიმატუმს და იმას თუ როგორ რეაგირებენ მასზე შეერთებული შტატების უმაღლესი სამხედრო პირები. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს YouTube არხი, შეამოწმეთ გთხოვთ ახლავე ამ ვიდეოს ქვემოთ და აჭირეთ თუ არა გამოწერის ღილაკს. თუ შემთხვევით უყურებთ, მაგრამ გამოწერილი არ ხართ. მადლობელი ვიქნებით თუ რამდენიმე წამს დახარჯავთ და მაინც გამოიწერთ ამ არხს. ჩვენ მივიწევთ 300,000 გამოწერის ნიშნულისკენ. ამიტომ თითოეული გამოწერა ძალიან მნიშვნელოვანია. მოდით დავითხოვთ თეირანის ულტიმატუმით, რადგან სწორედ ის აძლევს ტონს ყველაფერს რაც ხდება. ტრამპმა იმდენად შორს წავიდა, რომ ირანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ახლა ამერიკის პრეზიდენტმა ირანს ბოდიში უნდა მოუხადოს და მას ათეულობით მილიარდი დოლარი გადაუხადოს. გახსოვთ, როგორ თქვა ტრამპმა ერთი კვირის წინ გასულ შაბათს, რომ სულ ცოტა დრო დარჩა და ჰორმუზის სრუტე სრულად გაიხსნებოდა. ხოლო შეთანხმება ამბობს, რომ ხელმოწერილი იქნება პირდაპირ ხვალ. გახსოვთ, როგორ აცხადებდა ტრამპი, რომ ამზადებდა ისტორიაში ყველაზე ძლიერ დარტყმას ირანზე, რომელსაც მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს. მაგრამ ამის შემდეგ გადაიფიქრა ესეთი დარტყმის განხორციელება, რადგან ირანელები ევედრებოდნენ მას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას და საბოლოოდ ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმების დადებას. ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად ჟღერდა და თუ დაუჯერებთ დონალდ ტრამპს და მის მინისტრებს, მაშ, უკვე ამ კვირაში ჰორმუზის სრუტე უნდა გახსნილიყო. ხოლო ირანელები ალბათ ბოდიშს იხდიდნენ იმისთვის, რომ საერთოდ გაბედეს მისი გადაგეტვა. მაგრამ გადის ერთი კვირა. და დღეს ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოჰამად ბაგევ ზალღადრმა გამოაქვეყნა განცხადება ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის გამბლოკვის პირობებზე. გახსენებ კიდევ ერთხელ, ერთი კვირის წინ ტრამპი ამტკიცებდა, რომ ყველა პირობა უკვე ხელმოწერილი იყო. უკვე ყველაფერი მზადა. ჰორმუზის სრუტე ხვალ გაიხსნება და დონალდ ტრამპის მხარდამჭერები რატოლღაც ამას იჯერებდნენ და ამბობდნენ, რომ ყველა ვინც ამის წინააღმდეგ ლაპარაკობს, ისინი არ არიან მართალი. გავიდა ერთი კვირა და შემდეგ. გთავაზობთ ზალგადრას განცხადებიდან ფორმულირებას. სანამ ამერიკა არ გამოასწორებს თავის ქცევას, ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება და ირანს არ აინტერესებს ტრამპის ყველა განცხადება. შემდეგ ზალგადრამ ჩამოთვალა, რას ნიშნავს ეს შეერთებული შტატების ქცევის გამოსწორება. ეს არის 6 კონკრეტული პუნქტი. ფაქტობრივად ეს არის საჯარო ულტიმატუმი 6 პუნქტით შეერთებული შტატების მიმართ, რათა ირანი დათანხმდეს ჰორმუზის სრუტის გახსნას. მაშასე. პირველი, შემდეგ პირდაპირ ციტირებ. არასოდეს და არანაირი ფორმით არ დაემუქროთ ირანს და არ შეურაცხოთ ამ ერის სიწმინდეები. და დონალდ ტრამპმა ესეთი ვალდებულება უნდა დააფიქსიროს სამშვიდობო შეთანხმებაში და ხელი მოაწეროს მას, რომ აშშ-ში აღარასოდეს დაემუქრება და აღარ შეურაცხყოფს ირანის ხალხის სიწმინდეებს. მეორე, სამუდამოდ შეწყვიტოს ომები და აგრესია ირანისა და ირანის მოკავშირეების წინააღმდეგ ლიბანში, პალესტინაში, იემენსა და ერაყში. ანუ მოთხოვნა ეხება უკვე არამხოლოდ თავად ირანს, არამედ მთლიანად მის რეგიონალურ მოკავშირეებს, ირანის პროქსი ძალების თელ ქსელს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ,
ამ ომის ფაზის დასაწყისში 2026 წლის 28 თებერვალს დონალდ ტრამპი საჯაროდ ამტკიცებდა, რომ ის მიაღწევდა არა მხოლოდ ირანის კაპიტულაციას, არამედ ყველა პროქსი ძალის სრულ განადგურებასაც. ეხლა კი ტრამპს ეს თემა აღარც კი ახსენდება. უკვე ყველამ დაივიწყა ეს პროქსი ძალები, ხოლო ირანი ახლა მოითხოვს, რომ თითქოს თქვენ უნდა შეინარჩუნოთ ეს პროქსი ძალები და შეწყვიტოთ მათ წინააღმდეგ ნებისმიერი საომარი მოქმედება. გახსენებთ, ვინ არიან პროქსი ძალები. ეს არის ჰამასი, ღაზის სექტორში, ჰეზბოლა, ლიბანში, ჰუსიტები, იემენში და წინააღმდეგობის ღერძი, ერაყში. აი სწორედ ამ ყველა ძალის განადგურებას და ლიკვიდაციას დაფირდა ტრამპი ამ ომის შედეგად. მაგრამ ასე არ გამოვიდა. მესამე, საზღვაო ბლოკადის მოხსნა და შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების, საზღვაო და საჰაერო ძალების ირანის გარშემო მდებარე რეგიონებიდან გაყვანა. ეს ნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა დახუროს თავისი ყველა სამხედრო ბაზა ახლო აღმოსავლეთში. აი მაგალითად ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, გაერთიანებულ არაბთა საამიროებში. ქუვეითში. აი ეს ყველა სამხედრო ბაზა ეხლა შეერთებულმა შტატებმა უნდა დახუროს და წავიდეს. იმისთვის, რომ ახლო აღმოსავლეთში აღარ იყვნენ. მეოთხე. სრულად ყოველგვარი გამოკლების გარეშე ირანისთვის უნდა ანაზღაურდეს ზიანი ორი აგრესიული და თავსმოხვეული ომისგან. გულისხმობს ახლანდელ ომს და იმ ომს, რომელიც 2025 წელს 12 დღიანი იყო. ანუ ირანი დაფიქრდით უბრალოდ, ირანი, რომელიც საერთოდ განადგურებული იყო, რომელსაც უკვე აღარ აქვს შეიარაღებული ძალები, რომელიც უკვე დონალდ ტრამპის თქმით დაახლოებით 30-ჯერ კაპიტულირდა, რომელმაც უკვე დიდი ხანია წააგო. რომელსაც საერთოდ არაფერი აქვს. აი ეს ირანი ითხოვს შეერთებული შტატებისგან რეალურ რეპარაციებსა და კონტრიბუციებს. გაგახსენებთ, რომ კონტრიბუციებს მხოლოდ ომში გამარჯვებულები ითხოვენ. ანუ რეპარაციები არის ანაზღაურება, ხოლო კონტრიბუცია არის გამარჯვებულის მოთხოვნა, რომ დამარცხებულმა აუნაზღაუროს ის, რასაც გამარჯვებული მოითხოვს. მეხუთე, გააუქმეთ ყველა უსამართლო და უკანონო სანქცია ირანის ხალხის წინააღმდეგ. მეექვსე, უპირობოდ გამბლოკეთ გაყინული და მოპარული აქტივები ირანის ხალხის. და აი ზალგადრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის თვითნებური მოთხოვნები, არამედ იმის ფორმულირება, რაც მისი თქმით ირანის ხალხი მოედნებსა და ქუჩებში გახვიროდა 160 დღის განმავლობაში უწყვეტი ყოფნისას. და მან განცხადება დაასრულა უკიდურესად მკაცრი პოზიციით. ციტატა. ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭო არასოდეს დათმობს და არ დაიხევს უკან, არც ომში და არც მოლაპარაკებებში. და აქ ყურადღება მიაქციეთ ამ მოთხოვნების მასშტაბებს. ეს არ არის ტექნიკური შეთანხმება არმუზის სრუტეში ნავიგაციის შესახებ. არა. ეს არის პირობების ნაკრები, რომელიც მოიცავს ამერიკული სამხედრო ძალების სრულ გაყვანას რეგიონიდან. ფინანსურ კომპენსაციას ომის ფაქტის გამო. სანქციების მოხსნას, ყველა აქტივის გამბლოკვას, ყველა პროქსი ძალის შენარჩუნებას რეგიონში. ირანისგან ყურადღება ირანის მხრიდან რაიმე საპასუხო დათმობის გარეშე. ირანი უბრალოდ ამბობს, კარგი, ამ შემდეგ გავხსნი ჰორმუზის სრუტეს, მაგრამ გემების გავლაზე გადასახადს ავიღებ. ასეთი ულტიმატუმის მიღება აშშ-ისთვის ფაქტობრივად სამხედრო და პოლიტიკური მარცხის აღიარებას ნიშნავდა. მაგრამ არც ჰორმუზის სრუტის გამბლოკვისთვის რაიმე ახალს ტრამპი ვერ სთავაზობს. და სწორედ ირანის ულტიმატუმების ფონზე ჩნდება დღევანდელი თემის მეორე ნაწილი. აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობის პოზიცია, რომელიც ბევრად უფრო ახლოსაა აშშ-ის კაპიტულაციასთან ვიდრე ირანის, CNN-ის ინფორმაციით, სამი წყაროს მითითებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი დენ კეინი პირად საუბრებში ნათლად აგებინებდა დონალდ ტრამპის სხვა მაღალი რანგის მრჩევლებს. რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა მოძებნოს გამოსავალი ირანთან ომიდან, რადგან სამხედრო ესკალაციის ვარიანტები, რომლებიც ეხლა განიხილება, შეიძლება საპირისპირო შედეგამდე მიგვიყვანოს და მხოლოდ ავიაცია, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევს იმ მიზნებს, რომლებიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაასახელა. ამ პოზიციაში დენ კეინი მარტო არ არის. მან ეს შეშფოთებები და კონფლიქტის დასრულების გზები სხვა მთავარ კაბინეტის წევრებთანაც განიხილა. მათ შორის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორ ჯონ რედკლიფთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკ რუბიოსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან. წყაროების ინფორმაციით, ამერიკის უმაღლესი სამხედრო პირი ცოტა ხნის წინ ამ თანამოაზრეებთან, ტრამპის მრჩევლებს შორის, პოზიციას ათანხმებდა. იმისთვის, რომ უზრუნველყოფილიყო უცხებათა შორისი შეთანხმება და
აშშ-ის პრეზიდენტისთვის ერთიანი გზავნილი წარედგინათ შეხვედრებამდე. იმაზე, რომ სამხედრო ესკალაციას აქვს მკაფიო საზღვრები და საფრთხეები. მათ შორის ისეთი ვარიანტები, რომლებიც სახმელეთო ჯარების შეყვანას არ გულისხმობს. თითქოს ყველაფერი ის, რაც შეიძლებოდა მიღწეულიყო საჰაერო დარტყმებით, უკვე მიღწეულია. შემდეგ უკვე ჭერია, რომელსაც ამერიკელი სამხედროები თავით შეასკდნენ. და რა გვაქვს? თითქმის 6 თვის შემდეგ კონფლიქტის დაწყებიდან, რომელიც შეგახსენებთ კვირების განმავლობაში განცხადებებით იხსნებოდა იმის შესახებ, რომ ირანის სამხედრო პოტენციალი სრულად განადგურდა. ირანს აღარ დარჩა არც რაკეტები, არც გემები, საერთოდ არაფერი. და რომელიც კვლავ განისაზღვრება დონალდ ტრამპის დაპირებით, რომ თეირანს არ მისცემს ბირთვული იარაღის მიღების საშუალებას. ძალიან საჩვენებელია, რომ დონალდ ტრამპის ყველაზე უფროსი გენერალი, დენ კეინი, პირად საუბრებში ამტკიცებს, რომ ამ ომის დასასრულებლად მარტივი სამხედრო გადაწყვეტა აღარ არსებობს. მაგრამ საინტერესოა, რომ CNN-ის ინფორმაციით ამ ომის დაწყებამდე დენ კეინი და სხვა სამხედრო ხელმძღვანელები აფრთხილებდნენ დონალდ ტრამპს, რომ ხანგრძლივმა სამხედრო კამპანიამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ამერიკის შეიარაღების მარაგებზე, განსაკუთრებით იმაზე, რაც მხარს უჭერს ისრაელს და უკრაინას. და სწორედ იქიდან გაჩნდა ტრამპის ეს განცხადებები, რომ ომი გაგრძელდებოდა 4 მაქსიმუმ 6 კვირას. გახსოვთ, ომის დასაწყისში ასე ამბობდა. მაგრამ ეხლა თითქმის 6 თვის საბრძოლო მოქმედებების შემდეგ აშშ-ის უფროსი სამხედრო მეთაურები თვლიან, რომ საბრძოლო მასალის მარაგები საშიშად დაბალ დონეზე. დენ კეინმა ამერიკული საბრძოლო მასალის ამოწურვის საკითხი მინიმუმ 2 ბოლო შეხვედრაზე დააკენა ტრამპთან, სადაც კონფლიქტის ესკალაციის შესაძლო ვარიანტები განიხილებოდა. ამასთან, როგორც ჩანს, თავად ტრამპი უფრო მეტად გაღიზიანებულია არა თავად საბრძოლო მასალის დეფიციტის პრობლემით, ნამდვილადაც იმით, რომ ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა. თავისი პრეტენზიები მან გასულ კვირას მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრაზე გააჟღერა, შეგახსენებთ. ანუ სამხედროები პრეზიდენტს ეუბნებიან, მოусმინეთ, ჩვენ ფიზიკურად, უბრალოდ ფიზიკურად არ ვართ მზად შემდგომი ესკალაციისთვის. ხოლო პრეზიდენტი ამაზე რეაგირებს პირველ რიგში როგორც რეპუტაციულ პრობლემაზე, რომელიც ხელს უშლის მას ირანთან მოლაპარაკებებზე ძლიერი გამოჩნდეს. ეხლა კი, ყველაზე შემაშფოთებელი მომენტი, რომელიც ხსნის, რატომ აქ აშშ-ს სამხედროებს საერთოდ საფუძველი თქვან, რომ კამპანიამ არ მიაღწია გამოცხადებულ მიზანს. New York Times-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ომის დაწყების მთავარ ახსნად ირანის წინააღმდეგ ასახელებდა აუცილებლობას, რომ ირანს არ მისცემოდა ბირთვული იარაღის წარმოების შესაძლებლობა. კარგი, მოდით ერთი წუთით დავივიწყოთ ის, რომ ის ამბობდა, ირანი კაპიტულაციას მოახდენს, რომ რეჟიმი დაემხობა, რომ სარაკეტო პროგრამა განადგურდება, რომ ირანის პროქსი ძალები განადგურდება და ასე შემდეგ. დავივიწყოთ ეს ყველაფერი. მოდით ერთ საკითხზე შევჩერდეთ. ტრამპი ამბობდა, თავარი მიზანია ირანს არ მივცეთ ბირთვული იარაღის წარმოების შესაძლებლობა. ირანის ბირთვული ობიექტების სრულ, ხაზგასმით ვამბობ, სრულ განადგურებაზე ტრამპმა ჯერ კიდევ 2025 წლის ივნისში განაცხადა. როდესაც ამერიკულმა თვითმფრინავებმა მათზე ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები ჩამოაგდეს და ჩაერთრენ 12 დღიან ომში, რომელსაც მაშინ ისრაელი აწარმოებდა. 2025 წელს დონალდ ტრამპმა თქვა, ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია. ყველა მედია საშუალება, რომელიც ამბობდა, მოისმინეთ, ისინი არ არის განადგურებული. სატელიტური მონაცემები აჩვენებს, რომ არ არის განადგურებული. დონალდ ტრამპი ყველა ამ მედია საშუალებას ყალბამბებს უწოდებდა. ამბობდა, აი ეს არის ყალბიამბები. ნახეთ, გავიდა მეტი ვიდრე 1 წელი. ვინ აღმოჩნდა ყალბიამბების გამავრცელებელი? დონალდ ტრამპი თუ ის მედია საშუალებები, რომლებსაც ასე ეძახდა. მაგრამ ოფიციალური პირებისა და ექსპერტების თვით, უკვე 5 თვეზე მეტია მიმდინარე კონფლიქტმა, თუ ირანის ბირთვული პროგრამის განხორციელება შეანელა კიდეც, მისი შეჩერება ვერ შეძლო. მიუხედავად სამი ძირითადი ბირთვული ობიექტის დაბომბვისა, როგორც გასულ, ისე მიმდინარე წელს, თეირანმა, როგორც მაგათეს ინსპექტორები იუწყებიან, ცხებია როგორც ჩანს, შეინარჩუნა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგები. რაც საკმარისია სწრაფად 10-მდე ბირთვული ბომბის შესაქმნელ. ესე იგი, დონალდ ტრამპის მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკა ვერ გაანადგურა და როგორც ჩანს, ვერ გაანადგურებს ირანის ბირთვული იარაღის პოტენციალს. და ტრამპის მცდელობა შეაჩეროს კატასტროფული ომი და დაბრუნდეს ახალი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებზე, ამის დასტური. აქ მოვიყვან ინფორმაციას ირანის ბირთვული პროგრამის მონიტორინგის შესახებ ანგარიშიდან, რომელიც მონზადებულია ევროპის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში. ამ ანგარიშის დასკვნა მარტივია. ირანის პოტენციალი დიდწილად კვლავ შენარჩუნებულია. ამ მონიტორინგის მონაცემებით, ისფაჰანის მახლობლად მდებარე მიწისქვეშა კომპლექსში ურანის გამდიდრების 2 ობიექტი სერიოზულად დაზიანდა დაბომბვების შედეგად. თუმცა,
თავად ურანის მარაგები როგორც ჩანს ჯერ კიდევ იქ არის. თებერვალში მიმდინარე ომის დაწყებამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აფასებდა ამ მარაგებს ისპანში დაახლოებით 440 კილოგრამად, რომელიც გამდიდრებულია 60%-მდე. ეს საკმარისი რამდენიმე კვირაში 10 ბირთვული ბომბის დასამზადებლად. აშშ-ის დაზვერვა მარტში დაასკვნა, რომ დაბომბების შემდეგ ირანელები შეძლებენ ამ მარაგებამდე მისვლას, თუმცა ძალიან ვიწრო გასავლით, რომელიც ამერიკის მეთვალყურეობის ქვეშაა. ამასთან აღნიშნულია, რომ ბომბები შეიძლება 1 წელზე ნაკლებ დროში გამოჩნდეს. დასვიღებთ საბოლოოდ. ირანი აკენებს ულტიმატუმს, რომელიც ფაქტობრივად უკვე აშშ-სგან რეგიონში სრული კაპიტულაციის მოთხოვნას ნიშნავს. ეს არის ჯარების გაყვანა, კომპენსაცია, სანქციების მოხსნა და ეს ყველაფერი ყოველგვარი საფასუხო დათმობის გარეშე. ამავდროულად აშშ-ის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა, მათ შორის ქვეყნის ყველაზე გავლენიანი გენერალი, კერძო საუბრებში არწმუნებს ტრამპს, რომ სამხედრო ზეწოლის გაძლიერებას აზრი არ აქვს. უფრო მეტიც, ეს საშიშია, იმიტომ რომ საბრძოლო მასალის მარაგები საშიშად დაბალ დონეზეა, ხოლო ესკალაცია საბოლოოდ შეიძლება თავად აშშ-სვე შემოუბრუნდეს. და ამ ყველაფრის ფონზე ირკვევა, რომ ომის გამოცხადებული მიზანი, ანუ ირანისთვის ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობის ძართვევა, ასე ვერც მიღწეულია. თეირანს კვლავაც აქვს საკმარისი ურანი 10 ბომბისთვის. ამით მანკიერი წრე იქნება, საიდანაც ტრამპის ადმინისტრაციას უკვე აღარ აქვს კარგი გამოსავალი. ირანის ულტიმატუმის პირობების მიღება ნიშნავს საჯაროდ აღიარო მარცხი ომში, რომელიც ამერიკის ძალის დემონსტრირებას ისახავდა მიზნად. სამხედრო ესკალაციის გაგრძელება კი, როგორც მისივე გენერლები ამბობენ, სარისკოა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ შედეგს გამოიღებს არსებული მარაგების ამოცურვის პირობებში. და ამ ომის თავარი ოფიციალური მიზანი, ანუ ირანის ბირთვული განიარაღება, როგორც მაგათეს მონაცემები და ექსპერტების შეფასებები აჩვენებს, ასე არც შესრულებულ. მიუხედავად 5 თვის განმავლობაში განხორციელებული დართმევებისა და დონალდ ტრამპის მიერ წელიწადზე მეტი ხნის წინ გამოცხადებული ირანის ბირთვული ობიექტების სრული განადგურებისა, ხო, ტრამპა, როგორც იტყვიან, ომით თავი ანდრეში ჩაიგდო. აქ მრავალ წერტილს დავსვამ, თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობა.